Nebo on Bartla. Sami variant tetrები ტოვლივით. მაგალითად მიშვილები მყავს 18 თუ 16 ვერ დევითვალე კიდევ. მიადგენა იფერი დაბალი ცოლები ყავს ამ ჩემ ძმებს. მე ამდენ ტყნაურს აფერ უძრობენ და ამდენი ბავშვით გამოგდება. გადვირი ეგო აფერი ნახე. ისე რა ვერ გათხოვდიო და მე იყვანე ათოლად. თავისუფალია ბატონი ნიკოლოზი. ისინიც გეები არიან, ავანტყოფიან. Საგან არტყვა შვილები. შვილები ყავთ და ცოლები ყავთ, გეები თანაირადანი. რა იყო გადამდებია გეობა? რა გაგიკვირდა ხა შენ კიდე ცოლ-შვილიანები ვითომ არ არიან გეები. შევიყო ორთათალი. გოუშრაპირი. ეს პირის დამსვლელებელი კაცი შვილი არა. ისევ წყლით თუ დევისველებთ, არა მოგჭამაჭირვა. შენ გეიხარდმა არა ღმერთმა მაშოროს. რა ისი გეია, კაცო ლესბოსორის მეზობელია. ღმერთმა დაამფაროს მაგისგან. ჯვარჯერე. ერთი კაცი დეიარება მოუტყნავია, ხმა მაგის არ დააყენოთ. ერთი ის უნდა გავიხსენო ვაკეში ვცხოვრობდი და დიდი ბინა გქონდა რა ნაქირავები და რუმეითები ვცხოვრობდით რა ერთად. ხო და ერთი რუმეითი იტალიელი გქონდა და წაგვივიდა და მოვიდნენ ბელარუსიელები. ისეთი ლამაზი ბიჭი იყო. ისეთი ლამაზი. ცხოვრებაში ეგეთი ლამაზი ბიჭი არ მინახიან ხო და დედა ვეპრანჭებით და ვართ ერთ ამბავში და დაჯდა ასექსუალი ვარო. და გონებაში რამე წევლა თუ ვიცოდი გურიაში ასწავლი მქონდა ყველაფერი დოუშვი და დოუშვი. რაიმე საჭმელს ჭამდებ უყურებ და თამწყევრიდი იმედია მეხით დაგეცემა პირში სული ჩაგიქრება. საძინებლამდე ვერ მიხარ ცოცხალია ყველაფერი მივაძახე. ეგ რაღა საერთოდ არანაირი სექსუალური მოთხოვნილება რო არ აქვს. მე და ფული ვიშო შენ ჯონი სინსი არ გაჯახო. ჯონ სინს პადარაღლეა, მაგრამ მაგას ვიმატებ. მაგრამ ჯონ სინს რო ყლეაკ, მაგას ვიმატებ შედებულზე ჩემოგან. რო ჰაერი არ გამომეპაროს. ეგ გეია? და ვიცი გეი, კაც თავს მანგი არ ამგონი. არა დავსერჩი ერთხელ და მე არა მომიგდა. დავსერჩეო. კაცი ყავს და კიდე პორნოზე. ადრე. ვაი მეცუდა. ვაი მე ხალხო მართლა ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, სერგეი ერქვა. ულამა ოქროსფერი თმები, მწვანე თვალები. დედა კალმით იყო ნახატი ბელარუსი რომელი ქვეყნისა? ბელარუსი რომელი ქვეყნისა იყო? მე მგონი ძილი უწევს. მე მგონი მართლა ძილი უწევს, ადრე ლოგინი დაიძინე, ხო და აპირავებული ხან. მართლა არ ვიცი. რა არიცი გო ბელარუსი არიცი? შეიძლება ვიცი უბრალოდ ახარ მახსოვს. ვაი მე დიდი რუკა უნდა ვიყიდო სახში გავაკრა. მაგის თქვა მინდოდა. მსოფლიო რუკა უნდა მოვათრიო სახში. მართლა რომ რა არის? რა არის ბიჭო ბელარუსია ქვეყანა. ხო ეგრეთ მე ქალაქი მეგონა. მიგა. ვაჰ. რაკნა. ბელარუსი ლუკაშენკო პიდარასტი რომ ყავთ ეგა. მაგენდე იწვევს ცეცხლში. მაგენდე ოიცი რაფერი ლამაზები არიან მაგენკო. აი უკრაინელებს რამ სიგზეყლეები ქონიათ მე. მაგენი ვიზი არიან და რაზი არიან ნაჯვარი ვერ გევიგე.
სლავები ხო არიან მაგენი? ქვეყანა კი არა სამზღნელეთია, სწორი შენიშვნა ჩემო კარო. მაგენ სამზღნელეთიც არ ქვია. სლავები არიან. კაი კაცები ყავთ ესპანელებს. პორტუგალიელებს. დედა პორტუგალიელები ქლაგიჟები. აი. პორტუგალია გადახდი ბრაზილიაში. ყველაფერია. ვაგენის კოლონია ხო დედა ბრაზილიელები. აი მე ღმერთში. მართლა მაგენი მართლა გიჟები. დედა თუ ულამაზესი ბიჭი ყავს და მაინც იქეთკენდე ყველა ბოზი ჩემთან რაფერ მოდის. მე უბრალოდ აღნიშნე. რა აღნიშნე? გეტრიგანი კაც მიხედე. აი ის მის კაც ვინმე თუ შეხედავს ქუჩაში ისე ეჭვიანობს რომ ლამის დაახჭოს კაცი ამასინა რო უთხრა მანქანაშიო როზი ხარო და ვინმე დახედაო ვეჭვიანო ქლა გამოყლებდა გო გაშავდა ადამიანი. არა გო არ ვეჭვიანო მე ისე ვუთხარი. ახლა მაგას საჭმელის კეთება ასწავლე და ისე გაუშვი. რო წავა ოჯახში რო ჩაბარ. რა ქნა ამასინათ ატყდა რომ ჩემ ბიჭსო იგი უნდა გოუკეთო ხინკალიო. მოვზილეთ აგი ხინკლისო. არ შეხვება იცოდა, არაფერი არ იცოდა, დავჯექი და ისე მე გავაკეთე ეს ხინკალი. და მე ეტყო და მე გავაკეთეო. ამე გავაკეთე თვითონაც აქ იყო ის ბიჭი. ამან ცომიც ვერ გაიყანა, იმას გაყავდა ცომი და გადგავგიჟდიკო, გავსულებდიკო. დედა ცომი ვერ გაიყანა, ცომი. და აქსელი მეხმარებოდა, აქსელმა გააკეთა ისინი ხელიფენები. ანუ ნაწილი ხო მე 2-3 ხო გავახვიე. ანუ მეც გავაკეთე. აი მე გაჩი ამასინათ უთხარი სალათა გააკეთე მეთქი და რაც თუ იგი ნახა რა ქვია იმას არაჟანი და მაიონეზი ყველაფერი იმაში ჩასხა ღორისთვის რო დაგედგა შეჭამ და ორი კოზი შევჭამე და ინფერიტრაცია ამკიდა რო შევედი ტუალეტში დავჯექი უნტაზე 11 სანტიმეტრი ძევით მომწია ნაპორმა. ინფერი გავასხი. არა, ბევრი ის წყალი გამოვიდა პომიდორს თვითონ, ბევრი არ მიქნება. წყალი გამოვიდა 1 მეტრო მაიონეზი და წყალი. თუ 1 მეტრო მაიონეზს რო უზამ, იმაში 2 ცალ პომიდორში წყალი გამოვა, აბა რა გამოვა. პომიდორი მართლა ბევრი იყო, გახსოვს ეს ჭამით და გადავყარეთ? მე კიდე ამისი შეყვარებული მევიდა. და იგი ახლა მე მინდა გავაკეთო საჭმელიო, მიუშვით, გააკეთა საჭმელი, იმანაც ხალო. იგი რა ქვია 1 ლიტრიანი იგი არ ჩასხა არაჟანი ამ რაღაცა შემწვარ ხორცი ჭამე გემრიელი იყო ინფერიტრაციები კიდე გო ერი კვირა ვერ მევიშორე. ქათაშორის ევროპელებს უყვართ ეგეთი რძის პროდუქტში საჭმის ჩაწყობა და ეგრეთ. ამთხოვნი გო თვითონ არც გახანებულა. გავგეჟდი გო გადვირიან ფერებნა. ძალიან საჭმელებს ჭამენ საკმაოდ. ვუქნებდი თავს რო ვჭამდი მოგწონსო გემრიელ კი გემრიელი ამგია გევიდა ნახევარზე და ამჭრა მუცელში გეუნები დატრიალდა რაცხა მეტროსავით მუცელში გადვირიე ბიჭო გავგეჟდი მეთქი რა ხდება მუცელი მელაპარაკებოდა პირი დამოწული ქონდა მუცელი ესეთ რაღაცებს იზახა მერე გავასხი და რა გავასხი ესეთი 6-5 ჯერ ტუალეტში ტუალეტში ადგებოდა ლამის ტუალეტში დემეძინა ინფერტაში გეფიცები აპროჭის თავი ასე გადმომიბრუნდა ახლა გაჩვენებთ ფოტოს მართლა გეუნები გუკი არ ვიტყურები ასე მქონდა ბროჯის თავი. სად? მაგე. არა. გაჩვენებთ ახლა რაფერ მქონდა ბროჯის თავი. აი მე ღმერთო, შემიშველი. აგერა. ახლავე ჩემო ბატონო. ზუსტად ასე იყო ჩემი ბროჯის. ასე ამნაირად მქონდა ბროჯის თავი გამობრუნებული გადვირიე გავგეჟდი.
აცი რა გავიწყო საჩვენ კლავში ერიოქტებოდე მაგასაც სოკოს ბრალი იყო არაგო არაჟანი ჩაასხენ 2 ლიტრაში ერთი ის მართლა ეგ მართლა თან ყველაზე ცხიმიანი მეიქნა ყველაზე ცხიმიანი ხო მაგარ რამდენჯერაც გააკეთა მამერეც ყველაფერი მე დამემართა ხო წელწადში ერთხელ მაგ ტრაცი და ამგენმა ეგიცები ლამის პამპერსით ევიწყესი არ ვიბერდეში ჩამავა არა ასე ცხიმიანს აგეთებს მე ისი ცხიმიანს საერთოდ არ მეც შენ გაცხილი შორს წამოიო დედა ჩემი ნახეო რამდენჯერმე მითხრა რომ მივიდი ახლა იქაც როცა იმფერი უნდა მაჭამო რომ ტუალეტში შესვლა შეიძლება ვერ მოვასწრო აი მე თეგზაგზა რომ ასხამ ნიკა ნენელა გავენო გონია ეგრეა გო გავრეცხავ შემოიტანე გავრეცხავის სოკო რომ გაჭამეთ პირველად არა კითხე და გავრეცხავში ავანტყოფო მატყუები არა მე არჩი არ გავრეცხია აბა მე მომატყუა მე დასემასო და მართლა წამლავე გონია შავი რაღაცები როა კარტოფილს ხო რო დათლი მაგი ქონდა და მაგას ვაჭრით და მოვიდა და დაგვადგა მის ბიჭი და გვეუბნება მაგას რატო აჭრით თქვენზე დიდი ხო არა არ მოკლასო მაგ მე ვთხარ ხო არ ხარ შენ თქო რატო მაჭი ხო აღვთყოფი რატო მაჭი დაბალი განსა მაი რამენცხებას არ გიზამსო ხო აგი რო რჩება იმასთან და მეორე დღეს მოდი სახში ფერი არა აქვს სახეზე ერთება ყობა იმ ფერსაჭმენებს საჭმელს ბაღანას დაგარგულიან ფერი არა მაიკაი ამბავი ერთი მაინც ხომ დააკეთებდეს ოჯახში კაი საჭმელი ვაიმე დედა ჩემაც იმფერი საჭმელების გაკეთება იცის გეფიცები ტრაქს აკიდებს ისეთ ტრაქს აკიდებს ერთი თვე ვერ გამოხვალ ტუალეტიდან საზესგარი ხელი აქვს აიმე საჭმელებზე გამახსენდა ჩემმა მეგობარმა დაამპატიჟა ჩამოდი ისინი მაგას ნები გავაკეთეო მე ჩავდივარ და ესე შორიდან ვუყურებ და ვაიმე ახთოვანებული ვარ გარბი ვარ და ვაიმე მეთქი რა მაგარია თაფი უქენი თქო და მიყურებს ესე გაოცებული და არაო აბა მეთქი რატო ბზინავს მეთქი და ზეთიაო დედა 1 ლიტრი ზეთი ჩაუსხე და ისე გავუკეთებია კი რაღა მოვკალი ვაიმე ავანტყოფი ერთი ცალი ძუს ძალით შევჭამე მორიდებული ვიყავი და მეც იმფერი წრაწი მის მერი ალბათ 10 წელი გევიდა მაგრამ სულ ვახსენებ მაგ ამბავს დედა გეფიცები ბროჭს ეშინი მის მერე ბლინი არ გაუკეთებია დედა გადირევა კაც ყველაზე უდურება იგია და რაც რომ გექეთ ტუალეტში ვერ მიასწრე დედა მასეთი თუ ამ მქონია რაცი რო გაქვს და იმაში რო ხარ ექიმთან რო ხარ მოსაცდელში შენი რიგი რომ მოდის გეძახის და თან ტრაცი გაქვს მე ტრაკის ექიმთან მივედი პირველად სანამ გევიკეთებდი ტრაკის ოპერაციას ხო და ტრაცი მაქვს უბედური ხო და აგი ექიმი მეუნება დაწექიო გეუბნები ახლა რატო უნდა დავწვე ქალბატონო მე უნდა გაგსინჯო სად უნდა გამსინჯო მე ტრაკშიო ვაიმე მე იქანე სცენები დავდგენ საბოლოოდ გაგსინჯა რა გამსინჯა მე უთხარი ქალბატონ რა ერქვა რაღაცა გერმანელი წარმომავლობის იყო ეს არა მე უთხარი ტრაცი მაქვს სასაური შეიძლება გამოვასხა მე უთხარი გამანებე თავია ვერ დავწობი ვერც ფეხს ავწევი ვერც გადაბრუნდები ვერც მიყურა და საიდან ხარ რომ მკითხა მე უთხარი საქართველოდან ვარ მე და გეიცინა და არაფერი ისაო რო აღარ გექნება ტრაცი მოდიო ერკვირეში მივედი ერკვირეში და მითხრა
ერთ კვირაში ოპერაცია უნდა გეიგეთო ტრაკის გარზე. აი მეოთხარი. ყველა რაცა წამლები დამინიშნა იგი აგი და ჩამევედი ახლა გევიდა აგი ერთი კვირა მივედი გევიკეთე აგი ოპერაცია და მითხრა რომ ასე უნდა მოუფრთხილდე, ასე უნდა მოუფრთხილდე, ასე უნდა ქნა სექსი აკრძალულია 2 თვეო მითხრა. მეოთხე თავარია მოჯმარი ყოს სექსი დენსექს. გოდა წამოვედი გამიკეთა აგი ოპერაცია ერი კვირა გაფსულვარ ტუალეტში რა წამალი დამალები ამისენ არ ვიცი. ხოდა კვირის ბოლოს რო გევედი ტუალეტში Travis Clagevso unitazi impedreshi. Chachi vიღავი. მომაწვა, ესე იგი რავი სასწაულად ვიღავი, ხო და ორი კვირაში იგი მქონდა რა ქვია იმას. შემოწმებაზე მქონდა, ისე მივსულიყავი უნდა. ახლა რო გევიგეთე ტრაგზე, აგი ოპერაცია კაცო ტკივილს ხო უნდა ეკლო. თუ ტკივა სასწაულად. ხოდა რა ვიცი ძლიერი წამლები მომცა გამაყუჩებელი და სვამ ტრაქში ვიტენი რა ვიცი რა სარვაკეთებ და მოაგაგევიდა აგი 2 კვირა რაღაცა იქნა მივედი და ტკივა მეოთხარი საშინად სასწაულად ვარ მეთქი ხო და დამაწვინა კიდე ამაწევია ზეით ფეხები მკრამ ტრაქში მისი უხეში თითები და დედო იქანე მე ხმამო უშვი როხას რო დააბამენ და გადასაბამი როა როშივა და ბღავა მაგაზე უარესი მე ხო და რა ვიცი ცხოვრებაში მაგნაირი ხმით არ მიღრიალია ხო და ადექიო მეთხრა ადექი რა ფერახა ტრაქში კაცმა ქალმა თითი თან ორი ასე ორი თითი რა ფერქინდა არდგე ტკივა და ნუ რა ფერციქნა წამოვდექი ავდექი დავჯექი მის წინ და რამჭირს ექიმო ვეუბნები არაცხას ავსებს არ მაქცევს ყურადღებას კიდევ ვეუბნები სერიოზულია რამე აი მე ამაინც არაფერს დედა რა მომივიდა ახლა დევიწყე ხვანცალი ხო და რამჭირს მეთქი ახლა ცოტა ხმასაც აუწია შენ მართლა ძალიან გამნერვიულდი ხო და მეო რაც გითხარიო იგენი თუ დეიცავიო ყველაო თან მიმდევრულათო კი მეთქი მეუთხარი კაცი თუ რა კაცი მეუთხარი კაცი კი არა ლოგიში ვწევარ იმის აპდექი რო აქანი მოვსულიყავი მეთქი ხო და მეყურა და კაცის ამბავის ანჯერაო ახლა ამას მართლა სერიოზულად მეუბნები ახლა მოყურებ ამ კაცს აგრძელებს ისეულად ექიმი რომ არ ვიყო იმდენი რაც ხამაკ ახლა შენზე სათქმელია ცხოვრებაში მაგდენი სათქმელი ადამიანებზე არ მქონია ახლა მივხვდი ახლა რაც ახლა ამას გონია რომ მე ვინც ხარ კაცთან მიწექი და აგი ოპერაცია არ იყო წარმატებული მაგიტო არ იყო წარმატებული ვიკლავ ახლა თავს არა ქალბატონო მე არავისთან არ ყოფილი მოთ სახში ვიყავ ხო ყველა ეგრე ამბობს ასე მეუნება გახო და მეუნება 2 კვირაშიო მოდი ოპერაცია გჭირდება ისეო გეფიცები იქედა რო გამევედი მაგისი წყევლაკრული ჩამევედი სახში რა მართლა არ მყოლია არავინ კაცო კაცი და იმა დღემდე გონია რომ ესე იმ ქალთან გავიგეთე ყველა კუჭის ოპერაციაც იმასთან გავიგეთე ორჯერ კიდე ტრაკის ოპერაცია იმასთან გავიგეთე სულ კუჭის ოპერაცია რო გამიგეთე რა შემოვიდა შენი შეყარებული როგორაა და გამწარებული ვიყავი ჩემს ახლა რა შეყარებული ის შეყარებული კიდე ეგონა რომ კაცი მყავდა დედა რა შვა მამის რა ვიცი რა დემემართა მე კიდე ანუ იქ ვიღაცები რო არიან რომ იყავხარ რა საოპერაციოში ერთი და იგივე სასტავი დამეფხვა ყოველთვის ერთი და იგივე ბიჭები ერთი და იგივე და ერთი სადღაც ეს 25 წლამდე ბიჭი მეუნება რომ ბარემო წამოიღეო საბანი და ჭურჭელი და რაღაც მეთქი შენ დაგაყარე მიწა კურსზე მე აქანე მოსვლა კი არ მიხარია თქო და რა თქმა უნდა
ახლა ჩემი ხარტი გონები მითხარი აქაურობა ისე მეზიზღება შეიძლება შენც მეზიზღები თქო მაგრამ სხვა გზა არ მაქვს იძულებული ვარ რომ მოვიდე თქო ვაიმე ღმერთო და ამ ფერი რაღაცები გადამხდა გოთავს დასავლად ვიყავი გონდმართ ხედავთ ხალხო იმ ფერს ჯვამს რომ ხალხს გონია ტრაქში ტყმაო არიყო მაგას არ ვიცი დაიყო იცი ლობიოვჭანი რა მე დიეტას ვერ ვიცავ ხმალდა მაგარ მითხრა ამ ფერის საჭმელები უნდა ჭამო იმ ფერის საჭმელები მომშივდა და გავაკეთე ლობიოვჭანი ან ეს 3 დღე ჭამდი ლობიოს მე გეტყვი აბა წამოხტე და აერში და გლახათ ვეღარ უბედურა ვაიმე ღმერთო ახალი ჩამოსული ახალად მომივიდა პოზიტივიდან ანუ ახალად ავიღე საბუთი ხო და მეუბნებიან ბანკში უნდა წახვიდეო და იგი ანგარიშის ნომერი უნდა გახსნაო და გამიშვენ ლაპოსტ ბანკი აქ ასეთი და მე კი არ ვიცი ახლა რა ვიცი მე ამ ბანკის ჩვენთან რომ ლიბერტი ბანკია რო შევადაროთ ახლა მაგას მივედი ამ იმაში ამ ლაპოსტ ბანკში და ავიღე რიგის ნომერი მოვიდა ჩემი რიგი და მივედი ახლა ვიღაცა ქალია იქ ყავას სვამს და ვეუბნები ახლა რომ აი ანგარიშის ნომერის გასახსნელად მოვედი je bois du café ესე მკაცრი ხმით მე ყავას ვსვამ და ისეთი თვალებით გამომხედა ამ წეთრია და დეგდეს ყებზე და მელოდი სანამ ყავას დავდო ნუ ამფე დაბრუნდე ხო უკვე დავჯერდის ყამზე ველოდები ყავას როის დალევს არა ჩემი რიგია მოსული ნახევარი საათი სვამ და ამ ხელა ციკის ხელა ჭიქით ყავას გოჭეჭებ ნერვებზე თამაშობ და დასაქცე ვარმა დაამთავრა ამ ყავისთან მივედი და შენ ჩემთან არ გაქვს საქმე და იქით საცხა კაბინეტისკენ მიმითითა და 2 საათი ხო ველოდებოდი იქ წევედი ახლა კაბინეტისკენ წევედი იქაც ავიღე რიგის ნომერი იქ ველოდე 3 საათი ნუ ბოლოს როგორც იქნა შევაღწიე და მაიმე დედაია რა ვიცი 95 წლის ყრუციანი ხო არაფერი არ ესმოდა იმ ქალს ხო და დამიწერა ფურცელზე რომ ერთ კვირაშიო მოდიო და გაგიხსნი ანგარიშსო გევიდა ერთი კვირა მივედი გამიხსნა ანგარიში და მითხრა რომ ჯერო ბარათი მოგიბაო და მერე კოდი მოგიბაო კაი მეთქი უთხრა მე უთხრა ბარათი რამდენ ხანში მომივადგა ბარათიო მოგივა 2 კვირაშიო კოდი მოგივა 1 თვეში ეგრეა აქაც ანუ ოკეი ამავე ამ გავაკეთე ეს ყველი სოციალი მყავს და ამ სოციალს მე და ასე მითხე ეს ხო ეგრეა ჩვენთან დაველოდოთ ნუ კაი ოკეი დაველოდოთ გავიდა 2 კვირა და მომივიდა ეს ბარათი ახლა ველოდები კოდს გავიდა ერთი თვე მივედი ანუ მე სადაც მაქვს ადრესი გახსნილი მივედი იქა და რაღაცები არის მოსული მაგრამ ეს კოდი არსად არ არის ნუ არაფერი გავიდა ერთი თვე და ერთი კვირა მივედი არა კოდი 2 კვირა 10 და 2 თვე მე უთხარი ამ სოციალთან მივედი ახლა ჩემ სოციალთან ვეუბნები რომ კოდი არ მომდის მეთქი და ბარათი ირიცხება ფული 1800 ევრომდე არის უკვე დამჭდარი და ფულს ვერ ვიყენებ კოდი არ მაქვს მე ამ სოციალმა კი არ მკითხა იგი რა ქვია რომელ ბანკში ანუ კი არ მიმითითა რომ მაგალითად სხვა ბანკები როა უკეთესი ბანკები იქ წადიო ანუ წადი და ბანკში ის გახსენიო რა ქვია მას ანგარიშის ნომერიო და ბოლოს მიკითხება ეს სოციალი იმიტომ რომ დატანჯული ვარ ახლა ამ კოდის გადამკიდ ხო სანამ სოციალთან მივალ ახლა და ვიჯუჯუნებ მიწავედი ბანკში მივედი ბანკში და ვეუბნები რომ კოდი არ მომივიდა მეთქი და ისევ ის კოფეს როსვამს ის ქალი მეზიზღება დღემდე მუშაობს ამოწყდეს ბომბი მინდა შევუგდო და მუტერში მინდა უგონ ბომბი შევუგდო გავგლიჯო მინდა შუას მივედი რაღაცა დააწყებუნე იქ კომპიუტერში და
აი მე თქვენი კოდი დაკარგულა. მე რომ დასიშებს კოდი დაკარგულა. აი მე ახალი უნდა გამოვწეროთ და მიმითითა ისევ იმ კაბინეტზე 3 საათი რო ველოდებოდი. ანუ იქ უნდა მივიდებეთ კი ამ ფოსვენე. ხო. იქ უნდა მივიდე. მე ვეტი ამ ველოდები ახ ჩემ რიქსაზე და მომიწია იქ ისევ 3 საათი ყურყუდა. შევედი და ის ქალი მე ვაიმე ძალიან დიდი ბოდიშიო, ძალიან დიდი თქვენი კოდი სადღაც დაიკარგაო. ახალ კოდს იმას ვიზამთო, გამოგიგზავნითო. მე ვთხარი რამდენ ხანში იქნება აგი ახალი კოდი თქო. ერთ თვეშიო. ერთ თვეში რატო იქნება მე ვთქვა? იმიტომ რომ ახალად უნდა შევაფსო შენი განაცხადიო და თანხმობასო ამდენი დრო სჭირდება. გავბრაზდი, გავწადი, იბარათი დავუტოვე იქ. არ მინდა თქვენი არაფერი და გამოვარდი, წავედი სოციალთან. ვეუბნები რომ ბარათიც დავტოვე მე ვთხარი ასეთ ბანკში ვიყავი მის სულ თქვა. აი ამ ქალმა ადგა ქალო და მართლა ადგა ფეხზე და გიჟივით დარბოდა ოთახში. თუ ეს ვუყურებ ახლა ამ ქალს რაღაცა ჟული ერქვა ამ ქალს ძალიან თბილი რაღაცას ფრანგულად ბუტბუტებს ჩქარჩქარა. მე რაღაცა 5 წუთის მერე დამშვიდა და დაჭდა და მეუბნება. მანდო რა მიგიყვანაო მეუბნება. მე ვთხარ კომიტხარ წადბანკში და ანგარიში გახსენ. მან ყველა მუშაობენ ბოზებიო, ზარმაცებიო, მაგათო ფულს რაში უხდიან დღემდე ვერ გავარკვიო. მეო დავრეკაო და ნახეო აგერო რაფერ კაი ბანკში გაგიშვაო მითხრა. ხო და იმ ბარაცო იქე და იმპულსო იქეთ გადავარიცხინებო იმ იმაზე ახალ ბანკშიო გაგიხსნიო ანგარიშსო ხო გამიშვა ახლა მე კრედიტ მუტელია ერთი რაც ხარ. მივედი ახლა და მეუბნება რომ ახლა უნდა მიხვიდე ამ ბანკშიო და ვუყურებ ახლა აგაწერე კრედიტ მუტელი. აქ ამ ბანკში უნდა მიხვიდე. არაფერი ახლა გზაში მოვდიოდი და პირველ მუტელში უნდა გავხსნა ანგარიშის ნომერი. ამ ფერჭულაზე ვარ ახლა დამდგარი ხო და მივედი ახლა და თუ იქაც იგივე პრინციპი მეუბნება. აუგან აქ იყო ახლა შეცვლილი. ჯერო კოდი მოგივაო ეს ქალი მეუბნება. მერე მოგივა ბარათიო. მე ვთხარ კოდი რამდენ ხანში მომივად? მაქსიმუმ ერთ კვირაში. ბარათი მეთქი მაქსიმუმ 2 კვირაში. კაი მეთქი ვთხარი. გავაკეთეთ ახლა აგი ბარათიც, აგი ყველაფერი გავხსენით, იგი აგი. მართლა ერთ კვირაში მომივიდა ისა რა ქვია იმას. კოდი. გოგევიდა 2 კვირა ბარათი არ მომდის. გოგევიდა 3 კვირა ბარათი არ მომდის. ამდენ მივედი ამ ბანკში ისევ. მივედი მე ვთხარი კოდი მომივიდა ბარათი არ მომდის. კოდი რაზე გამოვიყენე, მაგრამ შუბლზე მივიწერო და მომცემენ და ან მაგით გავატარებ მაშინ მეთქი. როგორ ჩვენო კურიერსო გამოვატანეთო ისო რა ქვია იმას ბარათიო გამოვატანეთ კურიერს. მე ვთხარი არ არის ჩემს საფოსტო ყუთში, უკვე აქ ვარ გადმოსული. ჩემს საფოსტო ყუთში მე ვთხარი არ არის ბარათი მეთქი. ჩვენო გამოვატანეთ კურიერსო ეს ქალი მეუბნება. კარგად დაძებნეთ. ვიცი ახლა რა ვძდა. კაი მეთქი მე ვთხარი. ხო და ჩამოვედი საფში და აქ ჩემ გვერდით ცხოვრობდა ის ქალი. 95 წლის იყო და ამ დასაქცევარ კურიერს ხო ამის იმაში არ ჩაუგდი ამ ქალის იმაში ჩემი ბარათი და ეს ქალი ჩასულა და იქ ყუთებზე ეძება ვინა აგი ბერიძე ხა ჩემი გვარი ხო ფრანგული არაა და ვინიც ის ამაგი რაფერ მწყევლი და ხო და აგი ქალი დამხვდა იქ იმასთან ჩემს საფოსტო ყუთთან და აი მეუბნება აგი შენიაო ვაიმე მე ვთხარი აგი ჩემია ეთყობა შეეშალა იმას და საქმე მეთქი თქვენს იმაში ჩააგდო მეთქი და ბოდიშ ვუხდი ახლა რო შეწუხდით და ესე მეთქი ამა აქეთ არ გამომწა ას ვიხდი ბოდიშ აიღე და წადიო აი მე გეფიცებია ვერ იმდენი წევრი ეს ქალი 2 კვირაში ისკონტრა მაგრამ მოკდა თეცა აი ახლა ჩემი წევრის გამო კი არ მოკდა რა სიბერე ქონდა გაცვა რაიც შენ რა ვიცი ასე აი და ცოცხლო და 100 წელი
მეტ არ ბოდიალობდეო. ასე მაბოდიალენ ჩემო გორგო საფრანგეთში. აი მე სხვათა შორის ჩემი სოციალით არაფერს არ მირჩევდა. ნერვები მეშლებოდა. ხო შეიძლება რაღაც რჩევა მომცე. არა, ამანაც რჩევა კი არ მომცა. ამ კაი ბანკში წადიო. არც ბანკზე, არც დაზღვევაზე, არაფერზე. არა, მაგეში ძალიან მომეხმარა, ბინაში მომეხმარა, დაზღვევაში მომეხმარა. ბანკში ერთადერთი იგი იყო, რომ მასაც წნევა მოუწია, რომ უხსენე ლაპოსტ ბანკში გავაკეთე, ანგარიშის ნომერი. გიშკავდა გო, 5 წუთი დარბოდა ოთახში. ასეთები გადამხდა. წინა მას რა უყავის? ა? გაუქმა ალბათ. რა ვიცი, რა დაემართა იმ აზზე არ ვარ. ამან მითხრა მეო დავრეკავ და ისინი გადარიცხავენო იქეთო. შენო ის დამიტოვეო ღიბიო და სხვათა შორის ეგ სისტემა არ მომწონს საბანკო აქ ძალიან. აუ არა ძალიან ხო, ფულის გადარიცხვას ძალიან დიდი დრო აიმე უნდა. კატასტროფა. უცებ რო დაგჭირდეს ადამიანს, როდის დაგიჭდება ღმერთმა იცის. კონტაქტები. საქართველოში მაგ მხრივ იმ დღესვე საქართველოში საბანკო სისტემა არის მართლა 5-იანზე აწყო. აქ კიდე ვაიმე და ერთი ფული ვისესხე აქ ერთი ნაცნობი მყავს და იმას ლაპოსტ ბანკი აქვს მე კრედიტ მიჩვევ. ბიჭო ვეუნები გადმოვრიცხე ფული მეთქი 5 დღე გავიდა ფული არ დაუჭდა თეთრ მეთქის მაგა ხო არ გადავრიცხე. ხო მე დაემართა ერთხელ მარიას და სელენას ერთმა მეორეს ასესხა და იმან კოსტუმრა და ის ნასესხები ფული ჯერ დარიცხული არ იყო. აი მე არა, საქართველოს საბანკო სისტემა არის, აი წკრიალა, რასაც ქვია. მაიკო, ახლა რაც მოვყევი, ხო იცი რომ ახანე ერთი სიტყვა არა მიმატებული ან მოკლებული. აი სოციალმა კიდე რა გამიგეთა ამას წინ. წერ რაღაც პრობლემაზე მეთქი ესე პრობლემა მაქვს მეთქი, გაცოფებული ვარ და აიო, ხვალო ვიქნები ადგილზე და მოდიო. დავინახე რომ შევიდა ზემოთ ოფისში, ავედი ავაკითხე, ჯერ არ შემოხვიდეო კომპიუტერი უნდა ჩავრთო ესა. აი მეთქი ვუცდი და თან დროს სამსახურში ხო უნდა წავიდე სტები დროში. და შევედი ახლა როცა იქნა და ვაიმე ბოდიშიო მე ვერ დაგეხმარები მაგ საქმეში. ვაიმე რო ამასხა თავში მეთქი ახლა თუ მოკიდე მაგ თვეებში ხელი რას მიბარებდი რა გინდოდა. მეთქი მესიჯად მაგას ვერ მეტყოდი. ვაიმე გაცოფებული ვიყავი. აქ კიდე არის ექიმებთან რიგი. ვაიმე პირველად რომ მივედი ექიმთან ვაიმე კი 4 საათი ვიყავი რიგში. ეგრე რიგი. ვაიმე. არ ყოფილვარ ცოტა. ვიღაცა მოხუცი კაცის იყო იქ ჩემთან რიგში. იმან იქ ამბავი ჩატარა. გამოვარდა ეს ვისთანაც მქონდა რანდევუ, ის ექიმი გამოვარდა. იქ ჩხუბი ატყდა. ვაიმე მეთქი ესენი თლა მომკლავენ აქ თქო. ძალიან საგიჟეთია. ოღონდ მართლა ის საგიჟე და რანდევუების აღება აი ზუსტად. ვაიმე მინიმუმ 2 კვირა. დერმატოლოგი დამჭირდა, გამომაყარა რაღაცა ალერგია მომცა და გამიშვეს ამ დერმატოლოგთან მივედი და 7 თვის მონაკვეთში მომცა გო რანდევუ. ვაუ. ანუ 7 თვის მერე მოდიო გამაფრენია მთლა. აქაც ეგრეა. ფეხი ამტკიდა დარბოდი ერთი პერიოდი რაც ხარ სვალობდი, ფეხი ამტკიდა და მივედი და ის მაგნიტორეზონანსული გამოკვლევაო ჩაიტარეო, ხო და ამის მომცეს ორდონანსი ამ მაგნიტორეზონანსულის მივედი და ექიმთან მივედი, ახლა ხო მაგ ეს რეზულტატი ყველაფერი ხელში მაქვს და ახლა შევიდე მე ექიმთან მინდა რანდევუს აღება და გადათვალა მართლა კარგად მახსოვს სექტემბერი, ოქტომბერი, თვის ახლა ამას სექტემბერი დაკავებული, ოქტომბერი დაკავებული, დეკემბერი დაკავებული. იანვარში, 2 იანვარს არის თავისუფალი. შევეუნები. ამა წლის თუ იმა წლის მეთქი ამ ქარს ვეუნები. არა, იმ წლის იანვარშია თავისუფალი, მანამდეო დაკავებულია ყო ადგილები. კაი მეთქი მეოთხარი. ამასობაში რომელმა ექიმმაც მომცა ორდონანსი იმასთან მომიწია. მიშლა და რაკენიო იყავიო ფეხის ექიმსო მიუტანეო რეზულტატი. გამიარა მეოთხარი ფეხმა აღარ მივცემო.
იმასთან დეკემბერში მქონდა რანდევუ და იმ ფეხის ექიმთან, მეორე ფეხის ექიმთან იმაში მქონდა რა ქვია, იანვარ 2 იანვარს და სანამ მევიდა 2 იანვარი გამიარა ფეხმა და რა სიკვდილი მინდოდა, იქ გადავაგდე მე მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა. აი მაგაცეკლია ჩავეწერები, მე გამოვჯანმრთელდები გავაუქმებ. აზრი არა აქ და რა. აქ კიდე არაფრით არ მიკეთებენ ანალიზებს. 2 წელიწად ნახევარია ჩამოსული ვარ, ანალიზი არ მაქვს გაკეთებული. მეთქი გადამოწმება მინდა, დიდი ხანია არ გამიკეთებია. არაო, რა სიკვდილად გინდა 25 წელს ხარო. ანალიზებზე იმდენ სიხს ამოგწოვენ, იმდენ სიხს, აქანი რა ვიცი მე, ბედნიერი სახით გიყურებს ზედან, ენას ასე შოვენ. თან იმ სიგძე ნემსები აქვენ. საშო მინოგენ ამ ხელა ნემსებს გადვიდი. არ მინდა, არ მიყვარს ნემსი. კი მომწარეა. ეგ უფასოდ რაც გეკუთვნით, მაგაზე ამბობთ, ხო? უფასოდ გეკუთვნის, ხო? მაგრამ როდი იწყებ მუშაობას 1000-ად ამეიღებ. მაგრამ უფასოდ არ, ნუ დაზღვევას ხო ვიხდი და არ გამოდის უფასოდ. დაზღვევა მივალ არ მივალ, ყოველთვე მაინც ზურით ხავს კლინიკას ფულს. მუტელო, შემკლე იყავი ჩემო კარგი. მაგი უნდა ამასაც. მუშაობის დაწყება მართლა ძალიან მინდა. მეც. ჩაუ. ავიღალე. და მე კი გამდის უკვე 6 თვე ღმერთო. აუ ძალიან მინდა მუშაობის დაწყება. მე როცა მოგზაუროთ წახლა. ნიკი მაგნეთ ვაპირებ ესპანეთში წასვლას ვნახო. ბაბეც რო იახტა ყავდა რატო არ წევეთრია მაშინ. ნიკა შებოზო, ან იცნო დედამისის თანამშრომელი. ამას გუშინ წინ ბაბეც დაურეკე და მოვიკითხე და დედა ისე იყო დაბაღმილი მის ქმარზე ჩადო მიწაში. მე ერთი სიტყვა ვერ ჩავაგვეხე. ვაი მე რა კაი 4 შაბათს ვისვენე 1 იანვარია. არც ერთი ქვეყანა არ მაქვს საოცნებოდ გამხდარი კაცი. მაგრამ ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში გინდოს? არც ეს დაადეთითი გიშო. მიწაში. მიწა ქვეყანა არა იგივე. მე ვიცი საცხავდა ამას. და ამერიკაში. უი გეთრია განკი და იმპერია ცხები მოდის აღა მინდა იქ. მაგას ურუგვაიში წასვლა მიჩემნია. თან მაინტერესებს საბერძნეთი. ომან ვიცხოვრებდი სიამოვნებით. აი მე როგორი საქართველო გინდა? განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი, სოციალურად ძლიერი, პოლიტიკურად ძლიერი. აი ესეთი ქვეყანა მინდა მე, ჩმორი ქვეყანა არ მინდა. რა ქვეყანა, რა ფერი კაი ქვეყანა ვარ და რა ფერი დაყლებებული ხალხი ყავს მერტო. ძალიან დაყლებებული ხარ. ძალიან. იტალიაში ტოსკანაში დევიძინებდი და იქანი დევიმარხავდი თავს. Правнучка Сталина. Ай, მე ცუდად ვარ. დაგათესლე ძუძუს თავებზე, მადლობა ჩემო კარგო, მაგრამ ტუჩებზე მიჩემნია.
ცუცუებს. ნიკა სად სწავლობდი ბორდელში? კაი ტუჩებზე იყოს. გეი ხარ, პიდარასტი, შენ ხარ გეი მე ვარ. გლეხიო ბიჭო. რაო? გლეხი ეწერა გეის მაგივრად. პიდარასტის ხო ეწერა? გლეხი პიდარასტიო. გლეხი პიდარ მან ერთი ეგივეა. ყველგან გეი მელანდება და პიდარასტი. ფუფ. დედა. მეთქი აგი კაცია იქით მოგტყნავს თქო და ნახე გორა და გიწერა გეზასავე ყვერებზეო. ხო გეუნები ახანე ყველა მოსატყნავი შემოდის. მერტო ამ საცოდაობას მაყურე მართლა თუ არსებობ წამიყვანე შენთან. გეუნები დათუჩა დავჩით მოუტყნავენ. ხა ისეთი კაცები შემევიდნენ უკვე იგი გო არინდომებ თუ არა წამებში ნახე. არ ვინდომებ ახლა. მე რომ მე ვინდომე არ კვინაში ნახე. თანანებეთან. მაგიც მართალია. კოლაბაცია აგდო თან. ასად ნახე ტუალეტში. თან ტუალეტში იყო ჯვამდა და ჯვამდა და თან სკროლავდა Tinder-ს. და წევედი გო პირველი საათი სრულდება. აი მე წავედი ხომეც. წავედი აბა გამემშვიდობის ხალხი. გამემშვიდობით ხალხი. კარგად იყავით ჩემო ძვირფასებო. კარგად დათუჩა.